სურსათის უნებლობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ჩვენგანი ვენდობით იმ პროდუქტებს, რომლებსაც ვყიდულობთ და ვიყენებთ, თუმცა ხშირად არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რამდენად კარგად კონტროლირდება სურსათის ხარისხი, რამდენად ინფორმირებული არიან მომხმარებლები ამ საკითხზე. ამრიგად, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ამ ინტერვიუს მიზანია მოვისმინოთ ხალხის აზრი, გამოვავრინოთ პრობლემები და უკეთ გავიგოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ სურსათის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. გამარჯობა. რას აქცევთ ყველაზე მეტ ყურადღებას პროდუქტის შეძენისას, შენახვის ვადას, შემადგენლობას თუ მწარმოებელს? შენახვის ვადას აუცილებლად პირველ რიგში ვკითხულობ, მწარმოებელი კომპანია ძალიან მაინტერესებს, ვიცი რომელი არის ჩვენი საერთაშორისო და ყველა რა თქმა უნდა კომპანია არ გამოირჩევა სანდროობით და თუ ასეთი რამ შევახშია ვადა გასულობა, აუცილებლად ვქნები მენეჯერს, მაღაზიის მენეჯერს, რატომ დევს ეს პროდუქტი მაღაზიაში. დიახ, და თუ შეგიმჩნევთ უხარისხოა საიტის პროდუქტი მაღაზიაში და როგორ მოქცეულ ხართ? ხო, აი მენეჯერისთვის მithავს ეს გაგეთით მაღაზიას პასუხი. ხო. აუცილებელია შეიძლება თვითონ არც მივწევთ ყურადღება, მაგრამ აუცილებელია რომ გამოხდეს ყურადღება და შეცვალო, იმიტომ რომ არც თუ ისე სასურველია ჯანმრთელობისთვის, თუნდაც ერთი დღე იყოს გადაცილებული. დიახ, დიდი მადლობა. რამდენი ტენდობით ქართულ სურსათს და არის რამე, რაც განხილოთ? აბსოლუტურად ყველა პროდუქტს არ ვენდობი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ყველაფერს არ ვენდობ, რაც ქართულია და ხანდახან ევროპულზე შემჩერებია არჩევანი. მოწამვლის ფაქტებს რაც შეეხება, მე პირადად არ მქონია მსგავსი, მაგრამ მსმენია ახლობლებში. დიდი მადლობა. რას აქცევთ ყველაზე მეტ ყურადღებას პროდუქტის შეძენისას, შენახვის ვადას, შემადგენლობას თუ მწარმოებელს? შენახვის. დიახ, და თუ შეგიმჩნევთ უხარისხოვანი საეჭვო პროდუქტი მაღაზიაში და როგორ მოქცეულ ხართ? ძალიან კარგი, თუ გექნებათ მსგავსი შემთხვევა, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ცხელხაზზე 15 ნოემბერზე სურსათის უნებლობის ცენტრში და ისინი ამ ხარვას აუცილებლად გამოგცემენ. მადლობა. რას აქცევთ ყველაზე მეტ ყურადღებას პროდუქტების შეძენისას, შენახვის ვადას, შემადგენლობას თუ მწარმოებელს? ალბათ მწარმოებელს. თუ შეგიმჩნევთ უხარისხო საეჭვო პროდუქტი მაღაზიაში და როგორ მოქცეულ ხართ? ძალიან კარგი, მადლობა. რეპორტაჟიდან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ სურსათის უნებლობა ყველას გეხება, როგორც მომხმარებლებს, ისე მწარმოებლებს და სახელმწიფო სტრუქტურებს. ჩვენი ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებას. მადლობა ყურადღებისთვის.